მე თქვენ მოგახსენეთ თუ ქალაქ ბათუმის ნომერი მე-3 დაწესებულებაში ანუ ციხეზე 2021 წლის 23 ნოემბერს თუ რა უმოწყალოდ მაწამეს აბაშიძემ და ზოიძემ მიხელ კანდელაკის და ირემაძის დაკვეთით რომელიც წამების შედეგად მე 3-ჯერ გონება მაქვს დაკარგული და ექიმის ცნობაც დევს როცა რევაშაინზე ესკავაციის საგანში გადაიყვანეს მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა ხელის არეში შემდეგ 2 საათის შემდეგ კი როცა მივედა რევაშაინზე მოვინახულე მას ჰქონდა ხელზე აღენიშნებოდა არაერთი სიცხის ჩანაქცევები მე ეს მოკლე ინფორმაცია იმიტომ მოგაწოდეთ რომ დაინტერესდეთ და კითხოთ ამ თქვენ უკეთეს ინსტიტუტის მთავრობას რომლებსაც რომ ხელებით და ფეხებით ტაშს უკრავთ ხალხო გონს მოეგეთ ქართველებო ნიშნულობა არა აქვს ჩვენთვის რა ეროვნების ადამიანები ხართ თქვენ აზერბაიჯანელები სომხები ქურთები თუ სხვა დანარჩენი ვინც ამ მიწა-წყალზე გაიზარდეთ და საქართველოს თქვენთვის სამშობლოა თხოვთ გონს მოეგოთ ესენი ანუ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა სააკაშვილიძე ვარესი მანიაკები არიან 2 თვის მანძილზე 2014 წლის იანვრის თვის დასაწყისიდან თებერვლის თვის ბოლომდე ჩემს სიხსრებს ჰყავდნენ ირაკლი ღარიბაშვილი სპეცპენდეს სამსახურის დირექტორი დარბაისელი და ირაკლი ღარიბაშვილი თავის სიმამრთან ერთად თამას თამაზაშვილთან ერთად 2 თვის მანძილზე 22 თვითკვლინობის ცდილობა მაქვს ვის ჰქონდა დაკვეთილი ის რომ მე თვითკვლინობდა მივიყვანე როცა ჩემი შვილის გამო ან ჩემი ქალიშვილის გამო სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდი როცა თავისი ეს არადამიანი დედა და ბებია სატელეფონო საუბრის საშუალებას არ მაძლევდნენ რომ შვილთან კონტაქტი მქონოდა ეს უნდა გამოიყენებათ მათ სასარგებლოდ რომ ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია განიხორციელებათ ღირსებაში მლახავი მეთოდების გამოყენებით სატელეფონო საუბარი ამიგზალეს 2 თვის მანძილზე 22 თვითკვლინობის ცდილობა მაქვს 15 წელს საკანი მაქვს მხოლოდ გადაწმული არაერთხელ დაჩეხილი და გულში სტეკლო ჩავამტრიე საკანში და სტეკლო მაქვს ჩარტყმული სტეკლოს წვერი ხალხო და არც ერთხელ ჩემი დაჟე არ ყოფილა ამ 2 თვის მანძილზე როცა ადამიანი ოდნავ რაღაცას გაიკაწრის ესა თუ ის პატიმარი მაშინვე კარცერში ან ესკავაციის საკანში გადაყავე მე კი ერთხელაც კი არ დაუჯივარ იმ ჟამინდელ ციხის ადმინისტრაციას რომელიც თავად მიხელ კანდელაკი იყო რომელმაც რომ 2021 წლის 23 ნოემბერს კვლავ ხელბორკილებით მაწამა ამ არადამიანის ნაშიერმა ჯალათმა და მის შვილებს და შვილიშვილებს ემაყებათ რომ ასეთი ჩვენ მამა და ბაბუა ყავს ირემაძესაც შვილები მინდა გაიგოთ რომ მამა თქვენი ჯალათია ხალხო ციხის დირექტორის მოადგილე და დანარჩენი სხვა მოადგილეები გარდა ერთი მოადგილისა გამიგეთ ახლა ხალხო გაგრძელება კი იქნება